არსებობს თუ არა სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგ? სიცოცხლე ენერგიაა და სიცოცხლე არ ქრება. ვიღაცას შეხვდები, ვიღაცას ვერ შეხვდები. კი, მე ვიცი რომ გენატრება თქვენი წასულები, მეც მენატრება. იმ სიყვარულს მთლიანად აქ ვერ შეიგრძნობ ვერასოდეს, სანამ იქ არ მიხვალ. შენ ხელცარიელი მოხვედი, ხელცარიელი წახვალ და არსად არ დაიკარგები. რამდენი განზომილება არსებობს სულ? ბევრი. უბრალოდ მოიშორეთ ჯიში. ვერაფერს ვერ წაიღებს აქედან. გარდა სიყვარულის. მეტი ვერაფერს აბსოლუტურად და ცნობიერების. არ შეწყვიტოთ განვითარება. რა პერიოდია ბატონო? ეხლა ბოლო. დაახლოებით რამდენია დარჩენილი მსოფლიო რუკის ცვლილებამდე? ანუ თავიდან იწყება ყველაფერი. მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი ჩვენ შორის ნინიასთან ერთად. მე კი ამ პოდკასტის ავტორი და წამყვანი გახლავართ. მეხუთე ეპიზოდის სტუმარი მინდა წარუდგინო ჩვენს მაყურებელს, მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი. მოგესალმებით ბატონო მალხაზ, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. დღევანდელი ეპიზოდის თემა მინდა დავაანონსო, რომელიც არის ამოუხსნელი და ყველასათვის ძალიან საინტერესო. რა ხდება გარდაცვალების შემდეგ, სად მიდის სული, შევხვდებით თუ არა ჩვენს ახლობლებს, ნათესავებს და მეგობრებს, თუნდაც 100 წლის შემდეგ. Არტო 100 წლის შემდეგ. მე მაგალითად დღესვე თანახმა ვარ, მაგრამ მაგაზე არ არის. ეს ცოტა რა თქმა უნდა არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, იმიტომ რომ სიცოცხლე ენერგიაა და სიცოცხლე არ ქრება. ეს არ არის არც ახალი თეორია და ამავე დროს არც გაცვეთილი თეორია. უამრავი ექსპერიმენტია ჩატარებული ისტორიის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 200 წლის პერიოდში. შეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ, მაგრამ ისეთი ექიმი, რა თქმა უნდა, პროფესიით არტურ კონან დოილი, მასაც აქვს ექსპერიმენტები ჩატარებული და დადებითი შედეგით. განსაკუთრებით საინტერესოა ბეხტერევას კვლევები. ეს იყო ნეიროფიზიოლოგი, როგორც მე ვიცი. ექიმი ნეიროფიზიოლოგი საკმაოდ, ახლა პრინციპში ფუნდამენტი, ვინც ჩაუყარა ფუნდამენტი ამ მეცნიერებას ის იყო. ასევე საინტერესოა დოლორეს კენონის კვლევები, საინტერესოა ექსპერიმენტები, იმიტომ რომ ის ექსპერიმენტები გასამეორებლადაც კი ძალიან ადვილია. აი მაგალითად მოუდის ექსპერიმენტები, ესაც ექიმი იყო, ფსიქოთერაპევტი, პროფესორი, მის ექსპერიმენტებს აფინანსებდა FBI და CRU, ისე რომ ძალიან სერიოზულ დონეზე ესეთი ექსპერიმენტები სულ ტარდებოდა, ოღონდ საზოგადოებისთვის არ გამოდიოდა მასიურად. იმ დონეზეა ეს ყველაფერი, რომ იმ სამყაროსთან ურთიერთობის ხმებიც კია ჩაწერილი. სურათების გადაღება ხომ დიდი ხანია პრობლემა არ არის. არ არის, დიახ. კი, და იღებ პირდაპირ. რა თქმა უნდა არსებობს, ოღონდ ესე მარტივად არა, როგორც ჩვენ გვიხსნიან, ან ჩვენ ვლაპარაკობთ და ჩვენ ვიცით. ფაქტი ის არის, რომ ექსპერიმენტის დროს არასოდეს არ არის დაფიქსირებული ეს ისე, როგორც არის რელიგიაში აღწერილი, სხვანაირად არის სინამდვილეში, აბსოლუტურად. და ის რომ შენ აუცილებლად შეხვდები შენ ნათესავებს, ეგრეც არ არის. არა. ვიღაცას შეხვდები, ვიღაცას ვერ შეხვდები. როგორ ხდება ამის? ხანო ეს დონეების მიხედვით ხდება. გააჩნია შენ რომელ შირეში გადადიხარ, რა დონეზე გადადიხარ, რას იმსახურებ. გესმის? გასაგებია. ანუ ამ ცხოვრებაში რასაც ვიმსახურებთ, ამის მიხედვით ნაწილდება. განვითარების დონის მიხედვით. ეს არის განვითარების დონეზე. აქ ადამიანებს გონიათ, რომ რადგან სადოქტორო დაიცვეს, უკვე ძალიან განვითარებულები არიან. ან რადგან რესპუბლიკის დამსახურებული არტისტია, ამიტომ ძალიან მაღალი დონეა. ეს პირიქით ძალიან დაბალი დონეა. მაგაზე არ არის დამოკიდებული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია შენ შინაგან განვითარების დონეზე. ცნობიერი განვითარების დონეზე, იმიტომ რომ ცნობიერება არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ახლა ადამიანი რა არის, ხო? როგორ არის მიღებული ბოტი არის ადამიანი, რომელიც ვთქვათ ეთერული ცხოველის დონეზე, რა ინსტინქტების დონეზე ცხოვრობს. ესე ცხოვრობს, ახლა მაგალითად, როდესაც მე საუბრები მქონდა სერიოზულ დონეებთან, უმრავლესობა მეუბნებოდა 90% ცხოვრობს ესეო, არა მეთქი, მე 70 მინდა. ესე ცუდად რო ცხოვრობს, თორე. ხო, ესეთი ადამიანები შეიძლება მეცნიერებათა დოქტორებიც იყვნენ, შეიძლება წარმატებული ბიზნესმენებიც იყვნენ, მაგრამ ისინი განუვითარებელი სულიერ მდგომარეობაში არიან. იმიტომ რომ მათ არ აქვთ განვითარებული გულის აზროვნება და გული რეალურად აზროვნებს, ეს უკვე დამტკიცებულია. პირველი პერიოდი, როდესაც აღმოაჩინეს, რომ გულში ნეირონებია,
20 მილიონ ნეირონზე იყო საუბარი. ეხლა არის n რაოდენობით ლამის მილიარდზე საუბარი უკვე. იმიტომ რომ სერიოზული კვლევები ტარდება მაგ მხრივ განსაკუთრებით კვანტურ ბიოლოგიაში. სერიოზული რაღაცეები კეთდება, ისე რომ ესე არ არის. ეხლა რა არის? ოდესღაც უძველეს დროში მეტაფიზიკა მაგალითად ამტკიცებდა, რომ სამყარო ეს არ არის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი სამყაროს, ზედაპირული ნაწილი. იმიტომ რომ ხა მეტაფიზიკა ნამდვილი რა არის? ნამდვილი მეტაფიზიკა სამ კითხვას უნდა აძლევდეს პასუხს, სამ კითხვაზე უნდა გაძლევდეს. პირველი, საიდან მოვდივარ? მეორე, სად ვარ? მესამე, საით მივდივარ? საიდან მოვდივარ? ეს არის კოსმოგონია. ეს კოსმოგონიაზე იშვიათადაა ლაპარაკი. სად ვარ? ეს არის კოსმოლოგია. იმიტომ რომ განაწილების და მათემატიკური წყობების სივრცეა, ხო ხდებით? და საით მივდივარ? ეს არის ფუტუროლოგია. ეს არის ნამდვილი მეტაფიზიკა. რეალური მეტაფიზიკა ამაზე საუბრობს. იმიტომ არის რომ მაგალითად სერიოზული მაგალითად იგივე მებიუსის ნაშრომები და ესეთი სერიოზული ნაშრომები რა იღებ ლაიფცინის სულ ერთია. ნაშრომებში ამებზე არის ყურადღება გამახვილებული არქეტიპებზე ზოგადად როგორ ეწყობა ყველაფერზე არის. ავტომატურად საით მივდივართ ეს ის სამყაროც არის. ეს სამყარო კი არ არის მარტო. იმიტომ რომ ჩვენ არც ვიწყებით და არც ვთავდებით, ოდესღაც რომ ჩაენერგა დამთავრდა იმის შემდეგ მოვდივართ. იმიტომ რომ ჩვენ ღმერთიც რა არის არ ვიცით. ვერ გავიგეთ, იმიტომ რომ ის რელიგიური წარმოდგენა რაც არსებობს, მაგრამ იახვე ღმერთი არ არის. ფილიპეს სახარებაში პირდაპირ ამბობს ქრისტე, იახვე მოჯანყე ანგელოზია, თუ მოჯანყე ანგელოზია, მაშინ რა ლუციფერი. ეგრე გამოდის. ესე გამოდის. ეშმაკია და არა ღმერთი. ამბობს კიდეც იონეს სახარებაში გაიხსენეთ. თქვენი ღმერთიო ეშმაკიაო, ებრაელებს რო ეუბნება. ეგრეა სინამდვილეში. იმიტომ რომ მას ბრმადემიურგს ეძახდნენ გნოსტიკოსები მაგალითად. ხო ხდებით? ამიტომ ჩვენ წარმოადგენთ აბსოლუტურად სხვანაირი მთელ ამ სამყაროსთან მიმართებაში. და იმასთან მიმართებაში აი გადავალთ იქ და ჩვენ ყველა აი მას შევხვდებით და ამას ეგრე ყველას ვერ შევხვდები. შევხვდები იმას ვის დონეზეც ხარ და ვინც შენ ჩრეში მოხვდება. ერთ ჩრეში პირველად ყველას შევხვდები. გადასვლის მომენტში. მაგრამ მე მათთან ერთად ვერ იქნები. იმიტომ რომ შენი ვიბრაციული დონე მათ დონეზე არ არის. ეხლა როგორ არის ძველი იმაში ისინი აღწერდნენ შემდეგნაირად მეტაფიზიკაში უძველესში. იგივე ეგვიპტელები მაგალითად, იგივე, იმიტომ რომ ეგვიპტელების თვალსაზრისით ადამიანი ის არის შიგნით რაც იყო, რომელიც ძირითადი სხეულებისგან შედგება და თუ ოკულტიზმში ავიღებთ, ნუ ძირითადი სამი სახელი ქვია, ამას ქვია მენტალური, ასტრალური და ფიზიკური სხეულები და ის ფიზიკური ეთერულია. რომელიც აერთიანებს ერთ იმას და ის არის ადამიანი. ხოლო აი სხეული, ეგვიპტელები ამ სხეულს ხას ეძახიან. ეს სხეული უბრალოდ ტანსაცმელია, მეტი არაფერი. აი ეს არის ადამიანი და ის გადადის იმ ეტაპზე. თუ შენ განვითარებული არა გაქვს ემოციური სხეული, ესეც ეძახიან იქ ემანაციური, ემოციური და ფიზიკური, ხო? ინსტინქტური უბრალოდ. ემოციური სხეული თუ შენ განვითარებული არ ხარ, შენ ბოტი ხარ. ბოტი არის ბიორობოტი. ანუ მექანიკური ადამიანი. შენ იქ როგორ მოხდები? ვერ მოხდები. იმ დონეზე ვერ მოხდები. იმიტომ რომ შენ ხარ მექანიკური ადამიანი. თან კარგად არის დანაწილებული, იცი ოსტატი და მარგარიტაში მაგალითად ბულგაკოვის. ფანტასტიურად არის. როდესაც მოდის პეტრე და ამას რო ეუბნება, უნდა წაიყვანოთო. და თქვენ რატო არ მეკავთო თქვენთან სინათლეში? იმიტომ რომ მან სინათლე არ დაიმსახურაო. მან სიმშვიდე დაიმსახურაო. ესე იგი სინათლის და სიბნელის გარდა კიდეა მესამე რაღაცა, რომელიც სიმშვიდეა, ხო? გეუბნება ამაზე პირდაპირ. ეს არ არის სხვათა შორის მწერლის ფანტაზია. და არის რეალობა. და მე რომ მიდის იქ, რომ მიდიან ეს ოსტატი და მარგარიტა, ესე ეუბნება, ეხლა შენო აქო დაგხვდებიანო, შენ რო გიყვარს ისინიო, ისაო რა ქვია, სხვადასხვა კომპოზიტორები ისინი მოისმენ, ისაუბრებ. ხო ხდებით. ანუ ეს ის ადგილია გადახრილი ადამიანები რომ მიდიან. ამას გეუბნება ამ იმაში, ხო? ამ ცხოვრებისგან გადახრილი ადამიანები. და რატომ ამ ცხოვრებისგან? იმიტომ რომ გნოსტიკოსები ამას ესე უყურებდნენ. ისინი თვლიდნენ რომ ეს სამყარო არ არის კარგი სამყარო. და აქ
მეორე დაბადება არ ღირს. ამის გამო ისე უნდა წავიდეს აქედან, რომ უკან აღარ დაბრუნდეს. იმისათვის რომ ისე წავიდეს, რომ უკან აღარ დაბრუნდეს, უნდა განვითარდეს მაგ დონეზე. სხვანაირად ვერ მოახერხებს და არ უნდა იყოს მიჯაჭვული მატერიაზე. იმ მატერიაზე, რომელსაც ესენი თვლიან მატერიას. ამიტომ ეს სამგანზომილებიანი სივრცე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არის მატერიალური სივრცე, ეს არის ციხე. ესე თვლიდნენ გნოსტიკოსები. საოცარი ისე რომ ესე თვლითა ქრისტე. იმიტომ ამბობდა რომ იმ სამეფოშიო, მეფე ვარო, იქა ვარო. ხო, იმიტომ ქონდა ამაზე აქცენტი. პირველი საუკუნის ქრისტე. მე ვიძახი ქრისტე, რომელიც ქადაგებდა. რომელიც ძალიან დიდი ვიღაცა იყო. კონსტანტინეს ქრისტე კი არა მეოთხე საუკუნეში რომ გადააკეთა და რაც უნდა ის გააკეთებინა. არა ბუდიში. და ქრისტეს სახელით ხალხს ხოცავდა, ქრისტიანებს ხოცავდა სხვათა შორის. მაგენი არა, აი ნამდვილი ვიძახი. სხვა დამოკიდებულება იყო, იმიტომ იყო რომ მას არაფერი არ უნდოდა. ხო ხვდებით? და ეს კარგად ჩანს იგივე ნიკოდემუსის სახარებაში, იგივე იოანეს აპოკრიფში, იგივე თომას სახარებაში, გენიალურია თომას სახარება, ეს შედევრია საერთოდ. და იქ ბევრში რა, ძალიან ბევრ რაღაცაში. ეს ძალიან კარგად ჩანს. ჩვენ სხვა გვიქადაგეს და რეალურად სხვა გზაზე წავედით. სხვა გზაზე წავედით. უფრო ადამიანები ვართ, იმიტომ რომ ძალაუფლებაზე ფიქრობთ. იმ სამყაროში შენი ძალაუფლება არაფერში კარგია. როგორც ხელცარიელი მოხვედი ამ სამყაროში, ესე ხელცარიელი წახვალ იმ სამყაროში. არაფერს არ გაგატანენ გარანტიას გაძლევ. კიდე 5 სართულიანი სახლი გქონდეს, კიდე 5 მილიარდი გედო შვეიცარიის ბანკში, დარჩება ის შვეიცარიის ბანკში და ის სახლიც ოდესღაც დროთა განმავლობაში ჩამოიშლება. მაგრამ შენ წახვალ და შენი სახარ გეხსოვნება. ესმის რა საქმე. აი ეს არის სინამდვილეში. კი, როგორ ხედავენ აი ჩვენი გარდაცვლილი ნათესავები? საქმე იმაშია რომ არის როგორ იცი ძირითადად ვიძახი. მეოთხე განზომილება ეს არის გარდამავალი განზომილება. და მეხუთე განზომილებაა სადაც ისინი ცხოვრობენ რეალურად. მაგრამ ნაწილი არის მეოთხე რომელიც მიწასთან მიჯაჭვულია, მეოთხე განზომილებაშიც არის ჩარჩენილი. ესეთები, ანუ მიწაზე დარჩენილებს რო ეძახიან, ხო იცი ხო გაიგეთ? ანუ სულები, რომლებიც დაკარგულები არიან პრაქტიკულად. ესაც ფაქტობრივად გიცდება. მათი დანახვაც შესაძლებელია და ეს დაკარგული სულები არიან, რომელსაც კი, რა თქმა უნდა. დახმარება შესაძლებელია და გადადიან კიდეც, როცა ეხმარები. როგორ უნდა აქ რომ ეხლა ვიღაცები გულში ხელს რო ირახუნებენ და აი იმას ვიცნობთ ესეთი კარგი ადამიანი ესეთი კარგი ადამიანი რო იყო ზუსტად ეგეთი დაკარგული სულია ვიცნობ და იმიტომ. ჰაერზე არ ვამბობ. აი ესეთი ძალიან ცნობილ ადამიანებს იმათ ლაპარაკი. არა დახმარება შეიძლება, მაგრამ ყველას ვერ დაეხმარები. იმიტომ რომ არის სასტავები, რომლებიც უბრალოდ იმდენად ბინძურად იცხოვრეს, რის პრობლემად ვერ გადავდა. არის ასეები, იმიტომ რომ იმდენად იყვნენ მიჯაჭვული ამ მიჯერ სურვილებზე. რომ ვეღარ მიდიან იქით. ხო. ხა რა განსხვავება? მეოთხე განზომილება ბევრად ფართოა ვიდრე მესამე განზომილება. ჩვენ სივრცეს და დრო და სივრცეს სხვანაირად გვასწავლიან. წრფივ დროს, ნუ ეს აინშტაინის თეორიის მიხედვით და ასე შემდეგ და სივრცეც ეგრე არ არის, სხვანაირად არის აწყობილი. ყველა სივრცე აქ არის რეალობაში და გარკვეულ პოზიციებში სივრცე იცვლება, იმიტომ რომ სარკისებული პრინციპით ხდება გასვლა. ანუ როგორ ჩვენ ცხოვრობთ მაგალითად 8 ბიტიან სამყაროში. 8 ბიტი არის 1 ბაიტი ჩვენ სამყაროში. აი მატრიცა ხო გახსოვთ და ციფრები რო არის, აი პოზიცია რა. ანუ როგორ აიცი თვითონ მონადის თეორია, როგორც ფილოსოფიაში არსებობს, ისე არსებობს მათემატიკაში. დიახ. და იმიტომ 8 ბიტიან სამყაროში. მაგრამ თუ ჩვენ ამ სამყაროში 8 ბიტიანში ვცხოვრობთ და ეს როგორი ხედვაა, იცი, ეს მარტო ხედვაზე შეგიძლია გაარკვიო. სუბიექტური სამყაროს ხედვაა. იმიტომ რომ მე ვზივარ და გიყურებ შენ, როგორც სიბტყეს. ხვდები ხო? კი. ხო, მაგრამ საკმარისი იქით დავჯდე, მე შენ სხვანაირად დაგინახავ. აქედან გამომდინარე სუბიექტურია ჩემი ხედვა მთლიანად, აი როგორც სარკეში რო იყურები, ეს არის სამგანზომილებიანი სივრცე. და ჩვენ შორის არსებული იმ სიბტყესა და ჩემ შორის არსებული სივრცე ქმნის მესამე განზომილებას. კი, მაგრამ 4 განზომილებაში ესე არ არის. საქმე იმაშია, რომ ესე არ არის. ამიტომ 16 ბიტიანია 4 განზომილებიანი სივრცე და იმიტომ მათი ბაიტები, ასე რომ ვთქვა, და ნუ უჯრედი თითო არის 16 ბიტიანი.
ხუთ განზომილება უკვე 32 ბიტიანია და თუ სამ განზომილებაში მე შენ გიყურებ როგორც სიბრტყეში 4 განზომილებაში შენ სიბრტყე უკანაც არის და ირეკლავს ერთმანეთს და ამიტომ ფართო აღქმის ფართი იზრდება და ხუთიანში უკვე ორივე მხარეს ემატება და უკვე ძალიან დიდი აღქმის ფართი და მე ჩემ თავს უკვე სხვანაირად ვხედავ გესმის რა შეასაკა და თუ მე მიჯაჭვული ვარ რაიმეს ეს ხედვა მეკარგება იქით ამ ხარეს და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა რჩები სადღაც გაჭედილში და აი მაგალითად ეს ლიბერალები პირველ რიგში ძალიან მეწოდებიან სიმართლეობით იმიტომ რომ გაჭედილები არიან აი ეს პოზიცია ამ ისინი აი ამ გაჭედვით გადადიან იმ სამყაროშიც და იკარგებიან იმიტომ რომ ისეთ პრიმიტიულ მოთხოვნილებებზე აქვს დაყენებული აი ვედებში არის ძალიან კარგად იცი შენ გინდა მაგრამ ვერ ასრულებ უფრო მეტად გინდა კიდევ ვერ ასრულებ და უბედურდებიო ამიტომ თუ არაფერი არ გინდა უბედურიც არ ახარ გესმის დიახ ძალიან მარტივი ახსნაა მაგრამ იხსნება პოზიცია ჩვენ ამას ნებელობას ეძახიან აქეთ დასავლურ ფილოსოფიაში ეს ნიშნავს რომ შენ მიჯაჭვული ხარ რაღაცაზე ნება და ნებელობა ნება ეს ღვთიურია თავისი არსით და შენ თუ არ ახარ მიჯაჭვული თავისუფლად მიდიხარ იმ სამყაროში ეგ ხდება შენისთან არა მიჯაჭვული მაგრამ შენ თუ მიჯაჭვული ხარ იქაც შენისთან ამ მიჯაჭვლებთან გაქვს კონტაქტი გაიხსენეთ ფილმი მოჩვენება გახსოვთ კი ხო და მეტროში რო არის და რო ასწავლის როგორ უნდა იმას აქნას ის არის მიჯაჭვული ტიპი ესაც მანამდეა მიჯაჭვული თანამ თავის საქმეს არ აასრულებს და როგორც კი თავისუფლდება სინათლე ჩდება და გადის ხო გახსოვს კი მახსოვს და საოცარი ფილმია კი ხო მარტივად გადაღებული რეალობაა ჩვენ გქონია ეგეთი ექსპერიმენტი და გვინახია დიახ ბატონო ხას რამდენი განზომილება არსებობს სულ ბევრი მაგრამ ბევრში შერახული გაქვს როგორც ადამიანს აი მაგალითად ძალიან საინტერესოა დაგონები ხო გაიგია დიახ ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ტომი აფრიკაში რომლებიც ამბობდნენ რომ ჩვენთან იყვნენ მოსულებიო სირიუსიდანო და სირიუს აღწერდნენ ისე წყობასაც კი რომ მიკროსკოპი მეთქი ტელესკოპის გარეშე ამას ვერ დაინახო შანსი არ არის თან ძლავრი ტელესკოპის გარეშე და პირველად მაგათ რო აღწერეს ევროპამ არ იცოდა როგორი იყო სირიუსი და მაგათ ზუსტად აღწერეს სირიუსი რომ ეს ორმაგი ვარსკვლავი იყო იქ მესამეც იჩიტება ხოლმე და რაღაცა ეს არ იცოდა ევროპა ხო და ეს პირველი ჩაწერა რომ მოხდა მიახლოებით 100 წლის წინ აფრიკაში მოგზაურებისგან სპეციალისტებმა ეთნოგრაფებისგან რა მე აღმოჩნდა რომ ეს მართლა ესე ყოფილა ისინი აღწერენ შრეებს შემდეგნაირად მეოთხე განზომილება გადამსვლელი განზომილებაა მეხუთე განზომილებაში ცხოვრობენ ჩვენი წინაპრები ჩვენი ახლობლები ჩვენი მეგობრები ესე აღწერენ ისინი მეექვსე განზომილებაში ცხოვრობენ არსებები რომლებიც კატებს ყანან გარეგნულად მაგრამ ადამიანები ვითო ცხეული და განვითარებულები არიან და მეშვიდე განზომილებაში ფრთიანი ადამიანები ცხოვრობენ ანუ ანგელოზები ხო ისინი ესე აღწერენ ამის გარდა არის მეცხრე განზომილება მეცხრე 8 და 9 განზომილებიანი სივრცეები და კიდე მიდის კაცო იქ პლერომას პოზიციებია და მთელი ამბები გნოსტიკოსების მიხედვით როგორც წესი ზოგადად ჩვეულებრივი ადამიანები ხვდებიან მეხუთე განზომილებაში მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც მისიით მოდიან აქ ახლა ყველას რო კითხო ყველა მოღვაწეობს და ყველას მისია აქვს ეგრე არ არის მისი ერთეულების ხვედრია რომელიც სამყარო სულ არ აცდეს თავის სწორ გზას ესე მოდიან ხოლმე გარკვეული მისიებით და ისინი ძალიან დიდი პიროვნებები არიან ისეთები როგორც იყო მანი ისეთი როგორც იყო ქრისტე ისეთი როგორც იყო ზალატუშტრა სიტყვაზე და კრიშნა და ასე შემდეგ ლაოძი და ესე რა ჩამოვთვალოთ რამდენიც გინდა და ბევრი კიდე ისეთი რომელიც არც ვიცით რეალურად ისინი მოდიან გარკვეული მისიებით ანუ ესენი დავალებებით მოდიან და არანაირ კარმიული იმეებით პრობლემებით ხო ხდებით ესეთი ადამიანები მეშვიდედან მოდიან ძირითადში და დღემდეა საუბარი რომ ქრისტე მეშვიდე განზომილებაშია იქ არის ამჟამადაც იქიდან მოვიდა და ისევ იქ დაბრუნდა
ანუ ის ქრისტეს შევხვდებით გარდაცვალების შემდეგ თუ მეშვიდეში არ მოხვდით არა რატო შეიძლება შეხვდეს შეიძლება დაგხვდეს რატომაც არა მაგრამ მეშვიდეში ყველა ვერ მოხვდება მეშვიდემდე რომ მოხვდა ძალიან უნდა განვითარდე აქვე შეიძლება განვითარება მაგდონეზე ამიტომ არის ბუდიზმში მაგალითად ბუდა ვითარდება ბუდა ადამიანია ღმერთი კი არ არის და იქ მიდის მერე ხა ბუდა და ეგეთი დონეები ყველა მეშვიდეშია მაგრამ შეუძლიათ რომ იქ იმაზე მაღლაც წავიდნენ იმაზე მაღლა თუ წავლენ აქვე ხარ მოვლენ გასაგებია იმიტომ რომ მათი გასაკეთებელი აქ უკვე აღარაფერი არ რჩება ხო ხდები ხო და ესეა ზოგადად იცი მათთან კონტაქტი შესაძლებელია მაგრამ მაგათ გარდა არსებობს სხვა არსებები კიდე გასაგებია ძველი ცივილიზაციის ნაშთები და ისინი აი მაგალითად თოთი ამბობს ძულმუხტის ფილებში იცი რა თქვენთვის ღმერთ ჩვენო თქვენთვის ღმერთები ვართ მაგრამ თქვენ შემდეგი თაობისთვის იქნებით ღმერთებიო იმიტომ რომ ნამდვილი ღმერთი სხვა რამეა გნოსტიციზმი კარგად ხსნის მაგალითად იოლდაბაუფის პოზიციას იგივე იახვეს პოზიციას ბრმადემიურგის პოზიციას სპისტის სოფია რო აკეთებს და როგორ აკეთებს და როგორ ქმნის და ბრმადემიურგს ატო ეძახიან იმიტომ რომ მე ვარ იმან ესე გაიგო იმიტომ ქვია იერუსალიმს რა ქვია იცი ისრაელს ისრაელი როგორ ითარგმნება იცით ღმერთთან მებრძოლი იახვე მე ვარ ამას ნიშნავს რასნერ ამ დროს ღმერთი თვითონ იახვე იქიდან მოდის ძველი ეგვიპტელებიდან არის წამოღებული სახელით ესე კი არ არის მოტეხილია კი იაჰი იმ 10 ძირითად სახელში რჩება როგორც მეორე სახელი ეჰი იაჰი იახვე მერე ელი და ეს 10 სახელი მოდის ბოლოა ადონაი მეათე კი ეს პოზიციები უბრალოდ სხვანაირად არის და სწორედ არის დასანახი ნამდვილ ღმერთს არც სახელი აქვს არც გვარი არც მამის სახელი არც ხეული ის არის მონადა ეს არის აბსოლუტური სრულყოფილება ეს არის ერთი მას აქვს ატრიბუტები და მთავარი სამი ატრიბუტი ამიტომ არის რომ მთავარი სამი ატრიბუტი ეს არის სიყვარული ამიტომ ამბობს ქრისტე ღმერთი სიყვარულია მეორე ატრიბუტი ეს არის სიბრძნე და მესამე ატრიბუტი ეს არის გონიერება გონება და ესეც არის როდესაც მაგალითად ჰერმეტიკულ კორპუსს კითხულობ იქ მე-11 თავებში არის ამ გონების ლაპარაკი გონება ელაპარაკება ჰერმესს დიახ ხა ვიღაცა დაჯდა და წაიკითხა და იფიქრა გონება ელაპარაკება არა იმ გონებაზეა ლაპარაკი ანუ სამყაროს გონებაზე რომელსაც მაგალითად აკაშა ქრონიკა უწოდეს ტიბეტელებმა რომელსაც მაგალითად ნოოსფერო უწოდა ვერნანსკიმ და ასე შემდეგ ის ელაპარაკება ჰერმესს და უხსნის რა არის ღმერთი რა არის სამყარო საინტერესოა კი ხო დიალოგია რა ეს იცი როგორი დიალოგია პლატონის დიალოგები რო არის მსგავსი დიალოგია ბევრად ადრეა დაწერილი პლატონის დიალოგამდე მაგრამ საბერძნეთშია დაწერილი და რატოა საბერძნეთში იმიტომ რომ თოთი წამოიღეს ბერძნებმა როგორც ჰერმეს ტრისმეგისტრი და პირველი ჰერმესისტი ალბათ საბერძნეთში უკვე იყო იმიტომ იყო მონადის თეორია რო შემოიტანა პითაგორა და პითაგორა დაბადებით მათემატიკოსი იყო დაბადებით ოღონდ როგორც ფილოსოფოსი მათემატიკოსი საოცარი ვიღაცა იყო პირველი კაცი იყო რომელიც ეგვიპტელებმა მიიღეს თავის წრეში და ასწავლეს რატომ იმიტომ რომ უკვე იცოდა გახსნილი მეხსიერება ჰქონდა გენიოსი იყო ძალიან მაგარი ვიღაცა იყო საოცრებებს აკეთებდა ძალიან საინტერესო ხო და აი ამ პოზიციიდან ის პითაგორასთვის მონადა ეს ყველაფერი იყო და პლუს დეკადა მარტო პითაგორიანელებს აქვთ მონადაზე უზარმაზარი ანუ პრაქტიკულად ღმერთზე ლაიბნიცს აქვს ბევრი რაღაცეები როგორც საზღისი ელემენტი როგორც ეს არის კანონთა გარკვეული კრებული და ეს კანონი ყველა ვერსიაში ამიტომ აი მაგალითად ბინერის თეორია რომელიც დარღვეულია დღეს ეს არის წინამდებობათა ერთიანობა ეს არის დიალექტიკა ეს არის ცალკე არც იქეთი არსებობს არც ბოროტება
მაშინ როდესაც კაცობრიობამ შეიმეცნა არა მაშინ როდესაც დედამიწაზე იშვა ბოროტება კაცობრიობამ შეიმეცნა რა იყო სიკეთე ამას გეუბნება ლაოცი რატო გეუბნება იშვა არ არსებობს ბოროტება თავისთავად და იმიტომ ეს არის სიკეთის უარყოფა აბსოლუტური და სიკეთეა საწყისი ელემენტი მაგრამ ამის გარეშე ეს არ არსებობს შენ ვერც სიკეთებს ვერ დაინახავდი ბოროტება რო არ გაჩენილიყო აი ეს არის ბინერის მთავარი კანონი მაგრამ ის არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო დღე და ღამე ქალი კაცი ეს ბინერია მაგრამ როგორც კი კაცი კარგავს თავის კაცის პოზიციას იქ ქალის პოზიცია იკარგება აუცილებლად და პირიქით ორივე შემთხვევა იმიტომ იყო მთელ სამყაროში დედა იყო მზე მაგრამ უცბად შეიცვალა და მამა გახდა მზე ხო და მამა გახდა მთვარე ისა დედა გახდა მთვარე და მთვარის ცნობიერება შემოვიდა დედამიწაზე ეს მატრიარქატთან ერთად და საოცრება ხედავთ რეები ხდება მთელ დედამიწაზე ხედავთ ხო კი ფაქტია ისიც როდის მოხდა ესეთი ყველაფერი კიდე იმ დროინდელი ჰერმესისტები შენ გიმტკიცებდნენ და ძველი მეტაფიზიკოსები რა რომ სამყარო ციკლს გადის დღეს დამტკიცებულია რომ მართლა ეგრეა ეს არის 25600 წელი 25600 ხო შუა პერიოდში დედამიწა იწყებს ძრას და ბოლო პერიოდში თავში ბოლოში შუაში ამის გამო არის რომ ცივილიზაციები იკარგება მაგალითად ძველი ცივილიზაცია ატლანტები მათ ძველი მეტაფიზიკოსები მაკროპროზებს ეძახდნენ მაკროპროზები ეს არის გრძელთავიანები დიახ ამას ნიშნავს დღეს დამტკიცებულია რომ ესენი არსებობენ მათი სიმაღლე იყო 3-დან 4 მეტრამდე ესე არის უამრავი ჩონჩხია ნაპოვნი და ამის ასე კი არა არსებობს რეალურად ის გრძელთავიანი თავის ქალები არ გინახია კი როგორ არა ეგ არის მაკროპროზია ხო ხო და ეს წინა ცივილიზაციის ნაშთებია და იმიტომ ვიძახი დიახ და ამ დროს შუა პერიოდში ხდება წარღვნა ეს იყო შუა პერიოდში ეს იყო 12000 წლის წინ უხეშად ასე რომ ვთქვათ ხო 12000 წლის წინ გამყინვარების პერიოდი დამთავრდა მცირე გამყინვარების პერიოდი და წყალმა იმ სიმაღლეზე აიწია რომ კონტინენტების ფორმა შეიცვალა მართლა მოხდა ამას მოყვა წინასწარმეტყველებაში იყო რომ ის წყლით მოხდა პირველი ისა მოყვა საშინელი წვიმები საშინელის აღწერილია ეს ყველაფერი და სად არის აღწერილი პირველად აღწერილია 7-8000 წლის წინანდელ ნაწერში კაცმა არ იცის ზუსტად რომ ის არის დაწერილი სადაც ზეუს უდრაქვია ნოეს სხვა სახელით არის რა თქმა უნდა შუმერებშია ამის შემდეგ ეს ყველაფერი გადმოვიდა ქალდეველებში მიახლოებით 5000 წლის წინ და ქვია უთანაფიშტი ამის შემდეგ ყველაფერი ეს გადმოვიდა ბერძნებში და მიახლოებით 3000 წლის წინ და ქვია დევკალიონი გემსიცივი აკეთებინებს დევკალიონს რომ ეს ხალხი გადაარჩინოს ამ სიცოცხლე დედამიწაზე პრომეთე მითოლოგია მაგარი რამეა ხო და ბოლოს მას ებრაელებმა დაარქვეს ნოე თითოეული გმირი კიდე შემიძლია გითხრათ საიდან არის მოპარული ძველი აღქმის არც ერთი რეალობაში არ არსებობდა ებრაელებში მართლა ანუ არა თავიდან ბოლომდე მე აღებულობ ძველ აღქმას ახალს კი სახარებას კი ბიბლიას ძველი აღქმის ბიბლიას აღებულობ დიახ მეორე ყველაზე მთავარი ძველი აღქმის მიხედვით გახდა ეს ღვთის ჩეულიერი მე ამჯერა ღმერთის რომელსაც მე უფრო მეტად უყვარვარ ვიდრე შენ ან მაპუტუერი ზანგი ხო ყველა თანაბრად უყვარს შანსი არ არის იმიტომ თვითონაა სიყვარული თუ ღმერთის სიყვარულია თუ ღმერთის სიბრძნეა თუ ღმერთი გონიერება დიახ ანუ ეს სამი მთავარი ატრიბუტი გონიერება ზომიერებასაც გულისხმობს მაშინ ღმერთს არ აღავს ესეთი რჩეულები რჩეული შეიძლება ყავდეს მხოლოდ ეშმაკს გასაგებია თუ სიყვარულია ღმერთი ეშმაკი პატივმოყვარეობა იმიტომ რომ სიყვარულის უარყოფა ეს არის პატივმოყვარეობა ეს არის 1 და -1-ის პოზიცია თუ სიბრძნეა ღმერთი ეშმაკი სიბრიყვეა ეს არის 2-ის და -2-ის პოზიცია
და თუ გონიერება და ზომიერება მერტი ეშმაკი სიხარბეა სამის პოზიცია ანუ უარყოფა ხდება ერთის მეორეს მაგრამ რატო ხდება იმიტომ რომ ენერგიას მხოლოდ ერთმანეთის საწინააღმდეგო ელემენტები ქმნის სხვანაირად ენერგია ვერ იქნება იმიტომ რომ თუ ყველაფრის საფუძველი უწესრიგობაა ეგრე ახსნილი ხო კოსმოგონიაში ხო ძველში რომ თეოსმა ქაოსისგან შექმნა კოსმოსი კოსმოსი წესრიგს ნიშნავს კოსმოსი მატერიაა და თან წესრიგს ნიშნავს მაშინ სამყარო წესრიგია ამის საწინააღმდეგო ეს არის მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ერთი მეორეს გამორიცხავს ან ნაკლები ან მეტია ეს არის შეცდომა გესმის რაც მე რელიგიებმა შემოიტანეს ქალი ნაკლები გახადეს კაცზე ესე არ ხდება ეს თანაბარია ყველაფერი ამიტომ ამბობს მე შოთა რუსთაველი ლეკვილომისას სწორია თუ იყოს უნდა ხვადია ხო აი ეს მომენტია ამის სწორი გაგებაა საჭირო და არა ვაჟკაცი ქსენია როგორც ფემინიზმი მატრიარქატი ამათ წარმოიდგინეს აი ვაჟკაცი ქსენიას პოზიციაში ესე არ იყო ეს იყო მართვის სხვა პრინციპი სამყაროში ეს იყო თანხმობითი პოზიცია და ქრისტესაც ყველაზე მაგარი მოწაფე ვინც ყავდა ქალი იყო მარიამ მაგდალინელი რა თქმა უნდა იმიტომ იყო რომ კატარები ძირითადში აღიარებდნენ კატარები გაიგია დიახ მე-12 საუკუნე მე-13 საუკუნეში 1280 წელს დაწვეს ეგენი კატარები ყველაფერს ცხოვრებაზე გნოსტიკოსები იყვნენ უარს ამბობდნენ მატერიაზე მთლიანად აბსოლუტურად ზუსტად ამ პრინციპებით ცხოვრობდნენ და მათი მთავარი ყველაზე მაღალი დონის და დედა ასე რომ ვთქვათ იყო მარიამ მაგდალინელი დიახ ხედავ სად ვართ ანუ რა გამოვიდა 2000 წლის განმავლობაში ჩვენ პროგრესი განვიცადეთ ევოლუცია თუ ინვოლუცია მე მგონი რეგრესში ვართ დეგრადაცია მოხდა კაცობრიობის რეგრესია აი ახსენეთ შუა პერიოდში ხდება კატაკლიზმები 25006 ხო მაგრამ იმის შემდეგი შუა პერიოდიდან კიდე ამდენი დრო გავიდა და ეხა რა პერიოდია ბატონო ეხა ბოლო შუაში თავში ბოლოში ანუ ეხა მოსალოდნელია ისევ როგორ არის იცი წარმოიდგინეთ ეს როგორც სინუსოიდა მათემატიკა ხო იცი დიახ სინუსოიდა ეს არის აი ესეთი აი ამ გადაკვეთის წერტილებში ხდება ეს კატასტროფები წინასწარმეტყველების მიხედვით ბოლო კატასტროფები უნდა მოხდეს სესხლითა და წყლით აი ეხლანდელზეა ლაპარაკი ზუსტად ესე ხდება მიწისძვრები დიახ ვულკანები ხო დიახ ჯერ რა დროსია ჯერ მარიანის ხმული აფეთქდეს ვახ გაქრება ისეთი კუნძული როგორიც არის იაპონია გაქრება ინგლისის მარტო წვერი გამოჩნდება იქ დიდი მაღალი შენობა რო აქვს იმის ჯვარი გამოჩნდება წყლის თავზე მე ამას მიყვება ევროპაში დიდი იმის აფეთქება მე ჯერ ვულკანებზე მაქვს საუბარი და მე ამერიკაში ეს სამი წავა ამერიკაში ის კონტინენტს მთლიანად დაშლის ის იმხელად ძლავრი იქნება იმიტომ რომ მარტო ხელი 70 კილომეტრის სიგრძის არის ოფიციალური გეოფიზიკური მონაცემებს გეუბნები ხავთვის წყალობით კარგად მესმის ეგ თემა იმიტომ რომ განათლებისგან გამომდინარე დიახ ხო ნუ ეს თემები გავლილი მაქვს და კარგად ვიცი ფიზიკისა და მათემატიკის დონეზე ვიცი და ქიმიის ხო ისე შემთხვევით არაფერი ხდება და გაიხსენე თუნდაც ის ვულკანი ამ მიწისძვრების ის ბოლო პერიოდი 6 მიწისძვრა მოხდა ხლა ამ ბოლო მომენტში ძალიან მოკლე დროში ერთდროულად 6 დიახ 6 სერიოზული და სავიცი ყველა არხი ამაზე ლაპარაკობს და ყველა არხი აჩვენებს ერთი საქართველოს ტელევიზიები არ ლაპარაკობს თორე ყველა უცხოური ლაპარაკობს აი ამ კატაკლიზმების პერიოდში რაც მოხდება მსოფლიოში საქართველოს ბევრს აინტერესებს ახლა მაყურებელს საქართველოს როგორ პოზიციაში იქნება და ერთ-ერთი მომენტი არის იმიტომ რომ დნება უკვე ყველა მიცის მართლა რეალურად დნება დიახ მისა რა ქვია ანტარქტიდაც და ჩრდილოყინულოვანი ოკეანიც ეს გამოიწვევს წყლის მომატებას ავტომატურად დედამიწაზე რაც წყალია როგორც ჯერში ისეა
და ეხლა რო ვთქვა რომ წყალი მოიმატებს და გაქრება მაგალითად რაღაც კუნძულები, მაგრამ კონტინენტებს ეს ტერიტორიები ჩამოეჭრება და საქართველოს არაფერი ტყუილი იქნება. Რა თქმა უნდა, საქართველოს ყველაზე ცუდი ადგილი საქართველოში არის შავი ზღვის სანაპირო ზოლი. ყველაზე ცუდი ადგილი. ისე რომ ხალხი ვისაც ბათუმში სახლები აქვს ნაყიდი, ცოტა ხანში არ ექნებათ სახლები ბათუმში. ოღონდ არავინ არ განუაზღაურებს. ისე დაკარგავენ. მთელი ქალაქი დაიკარგება და არა მარტო ბათუმი. მთელი ზღვის ზოლი. ეს გარდუალი მომენტია. საქართველოს გადარჩება ძირითადში. არის საშიშროება, რომ მაგალითად შეიძლება ნელა კომოთი იწევს ამ ტემპერატურის აწევის გამო შეიძლება იმიტომ ის ტბა არის ის ზღვა არ არის კასპიის ზღვა. თუ ის გაქრა, ავტომატურად აზერბაიჯანიც გაქრება. იმიტომ რომ უდაბნოდ იქცევა. მისი გვერდზე მიბმული პატარა ზღვები რო იყო ისინი გაქრა. კი. ეგაც თუ ესე საკმაოდაა დაწეული. მაგრამ მაგე თუ დაიწია ტენი შემცირდება ხაერში ვაფშე შეიცვლება მთელი ლანდშაფტი აზერბაიჯანის. ისედაც პრობლემა აქვს მაგაც სასმელი წყლის აქედან მიდის ძირითადი. ვაფშე აღარ ექნებათ. საქართველოს ეს არ ემუქრება. მაგრამ გარკვეულ დონეზე რა თქმა უნდა ის ტემპერატურა გადმოინაცვლებს აქედანაც. ცოტა უნდა იცოდე კარგად ადამიანმა გეოფიზიკა, გეოლოგია, გეოქიმია და მიხვდები როგორ იცვლება ყველაფერი რა. ეს თემებია, სერიოზული თემებია. ამ ვიცი რა არის ხალხს ვერც წარმოუდგენია რომ ეს მეცნიერება ამ დონის არის, ძალიან დიდი დონის მეცნიერება. ხოლო თუ იცი კანონები როგორ მუშაობს თელი სამყარო მიხვდები რაც ხდება რეალობაში რა. ამიტომ ისე რომ საქართველოს საერთოდ არაფერი დაუშავდება ესე არ არის. ესე არ არის. მაგრამ დაუშავდება, მაგრამ არც იმდენი რამდენიც შეიძლება სხვა ქვეყნებს. უბრალოდ ჭკვიანი კაცი ეცდება რომ თბილისი დატოვოს. ვა. და რა შეიძლება მალე. რა არის მოსალოდნელი? მოსალოდნელია ყველაფერი, მათ შორის დენის გათიშვა. საკმარისია დენი გაითიშოს თბილისის ეპიდემიის ბუდეთ გადაიქცევა. აყროლდება მთელი თბილისი, უცბად. იმიტომ რომ აღარ წყალი იქნება. ვეღარც ტუალეტი და ეხლა 22 საათზე რო კაცი ცხოვრობს, ის მე არ ვიცი როგორ ჩამოადაავა თავის სახლში. ვაჰ. ამ კატაკლიზმებს ესეთი რამეები მოყვება. აი ეს ცვლილებები. აი ახლა რაც მოხდა თელავში მაგალითად, ხო ეს ხო შემთხვევითი არ არის, მაგრამ ჩვენთან მსუბუქად ხდება ეს ყველაფერი. კი, შედარებით მსუბუქად. კი, შედარებით მსუბუქა. ეხლა ვინმე წარმოიდგენდა, რომ გერმანიაში ამხელა ტემპერატურა დაარტყავდა, ან საფრანგეთში 1000 კაცზე მეტი მოკვდა საფრანგეთში ეხლა. კი, ძალიან ხო. ინგლისში მაგალითად. ვინმე წარმოიდგენდა, ვერ წარმოიდგენდა, ხო? ხო ხედავ დაარტყა. მაგრამ საქართველოში არ მოკვდა ეს ამ დონეზე, რატომ მიზეზი? იმიტომ რომ ამოკეთილია. ჩვენ გვიცავს თათა ეს სისტემა, როგორც ზემოთ ისე ქვემოთ. მაგრამ ეს ჩვენ გვიცავს. მაგალითად იგივე სისტემა სომხეთს და აზერბაიჯანს კარგად ვერ იცავს. და ეხლა გავლენა რო ქონდა ეს გააჩნია რა მოხდება შემდეგ ეტაპზე. გასაგებია. საინტერესო. ანუ ეს მუდმივი პროცესია დედამიწის. დაახლოებით რამდენია დარჩენილი მსოფლიო რუკის ცვლილებამდე? იცი თუ ჩავთვლით რომ კალიუგა დაიწყო 3102 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე 18 თებერვალს ესეა განსაზღვრული პრემანანდას მიხედვით. მაშინ მისი დასასრული მოდის 55-დან 2064 წლამდე. 2060. ხო, მაგრამ თუ კატაკლიზმები წავიდა, შეიძლება 3 წელიწადშიც დამთავრდეს და 4 წელიწადშიც. მოსალოდნელი, ანუ ხო. აი ჯგუფი მაგალითად მეცნიერების ისინი ამბობენ რომ 36 წელი საბოლოოდ, ოღონდ ისინი სხვა რამეს ამბობენ, ისინი დედამიწის გახეთქვაზე საუბრობენ. საერთოდ. გახეთქვა რას ნიშნავს ბატონო? დაშლა სერიოზულად როგორც მოხდა მაგალითად იმისი, რა ქვია, თეამათის. ანუ რა ქვია იმას დედამიწასა და მარს შორის კონტინენტი რო იყო. მე არ ვერ თახმები მაგ თეორიას. ეს უკვე ძალიან
ძალიან გაბერილი და ძალიან დაშინებული თეორია ფილმშიც აქვს გადაღებული, ეგა ფილმს ქვია ჩინდრომენტი, ანუ ბავშვობის დასასრული. და ბოლოს ყდება დედამიწა. ეგ პროცესები მიდის რეალურად. მაგრამ გასკდომას ნაკლებად ველოდები. ახალი ციკლის დასაწყის ველოდები მე უფრო. წინა ციკლის პერიოდში, როდესაც კაცობრიობა განადგურდა, თანამედროვე მეცნიერული გამოკვლევებით მიახლოებით 20,000-მდე კაცი დარჩა ცოცხალი, რომლებმაც მერე ამ ცივილიზაციას დაუდეს საფუძველი, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს. ანუ იქიდან იწყება ეს ცივილიზაცია. ხო და ეხა შემდეგი როგორ იქნება კაცმა არ იცის. დიახ. ანუ ეს 2064 წლის შემდეგ რეალურად დაიწყება ახალი სიცოცხლე, ანუ ახალი ეპოქა. ხო, ალბათ. მე ვთვლი, რომ ბევრად ადრე მოხდება ეს ყველაფერი. ანუ უფრო ადრეც. და როგორი იქნება ის ეპოქა? როგორიც იყო მაგალითად ამ 25,000 წლის ჯოხებით და ქვებით. ანუ თავიდან იწყება ყველაფერი. თავიდან იწყება ყველაფერი. და ბედის წერაზეც მინდა რომ ცოტა ვისაუბროთ, ანუ შესაძლებელია თუ არა ბედის წერის ცვლილება და ზოგადად ბედის წერის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, შენ თვითონ თუ შეიცვლები. მხოლოდ ერთ შემთხვევაში, მეტი არც შემთხვევაში. როგორ არის იცი, ქართულში არის ორი სიტყვა. განგება და ბედის წერა. დიახ. აი განგებას ვერ შეცვლი. დაილოცოს ღმერთო შენი განგებაო. განგება ის წესია, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს. ანუ ლაოძის აქ ესე გარდუალისთვის არ ახამს ჭმუნვა. ის რაც უნდა მოხდეს, ის უნდა მოხდეს და იმას ვერ შეეცდავები. მაგრამ ბედის წერა ეს არის ერთი ადამიანის ისა და ბედი. კი. იქ არის გარკვეული წერტილები, რომელსაც ვერ ცვლი. მაგრამ მთლიანობაში შეგიძლია შეცვალო. მაგრამ მთლიანობაში ბედის წერის ცვლილება დამოკიდებულია შენ შეცვლაზე. შენ რამდენად შეიცვლები. არის რაღაც მომენტები, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს. და წინამდებობას იცი რომ ეს მოხდება, თან იცი. ვინც იცის იმაზე მაკლაპარაკი თორე, იცის იშვიათმა, მაგრამ მაინც იცის, ხო? და ვერ წინააღმდეგები. არ შეიძლება რომ შეეწინააღმდეგო. არა, შეიძლება, ვცდილობ, მაგრამ არ გამოგდის ბოლომდე. ამ ხალხს გონია რომ ყველაფერი გამომსვლელია. ხშირად მწერენ ხოლმე აი ამაში დამეხმარ, ბევრ ამაში ვეხმარები ადამიანებს, ვინც მწერს და იმას მიშვება, მაგრამ არის თემები, რომელშიც არ ვეხმარები უბრალოდ. რა თემებია? ბევრია ესეთი. ისეთ სისულელეებს თხოვულობენ ხოლმე, რომ თუ ძმა ხარ, ამიდი და მიხედე შენ თვითონ გამანებით. ჯანმრთელობაზე აუცილებლად ვეხმარები. როცა ჯანმრთელობაზე მთხოვენ, იმაზე აუცილებლად ვეხმარები, იმიტომ რომ ამით ვიცი რომ არაფერს არ ვაშავებ. მაგრამ არის ახლა იცი ისეთ სისულელეს კაი რა თუ ძმა ხარ, რა გერწადი რა, εν რაოდენობით არიან ჯადობაზები და თხოვე რაც გინდა. აი, ჩემი ძალი ესეთი, შენი ძალი, შენი რა საქმეა, შენი შვილი არის და იმის ძალია და მიხედოს თვითონ. ან ჩემი სიცე რაღაც სისულელეები. არ ეხმარები ფიზიკურად, არ შემიძლია გამანებით თავი, ჩემი საქმე არ არის. მე არ ვერევი სხვის ცხოვრება, არავის ცხოვრებაში არ ვერევი. საერთოდ არც მაინტერესებს გესმის. მაგრამ ისაც ქვეყანას ეხება ეს სხვა რამეა. დიახ. საერთოდ ესეა დააკაკუნე და გაგეხება, მოითხოვე და მოგეცემა, თუ არ მოითხოვ, არავინ დაგეხმარება. დიახ. ესეა. ამიტომ ეხლა ადამიანი რომ მომწერს და არც ნახულობ რა თქმა უნდა, ხო? მე ავათვარ ეს ტკივა, ის ტკივა, ეს მაწუხებს შეიძლება ვერ გადავრჩე, აგერ რეანიმაციაშია ჩემი შვილი, იმას ვეხმარები. გასაგებია, ანუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაც არის. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში როგორ არის იცი? ხო მე ვერ ვიტყვი რომ 100-დან 100 ვარიანტი გამომდის, მაგრამ 100-დან 90 ჩემია. ბევრია, საკმაოდ. ვიცი. საკმაოდ ბევრია. კი. რეანიმაციიდან ყავს ხალხი გამოგმონენი. შანსი რო არ იყო გადარჩენის. მაგრამ არ შემიძლია 100-დან 100 ვთქვა. იმიტომ რომ ხო არის იქ, როგორ არის იცი, გადაწყვეტილია უკვე ის უნდა წაიყვანონ და წაიყვანენ. ანუ გასულყო როცა უწერი ადამიანს რომ გავიდეს. ზოგადად ვცდილობ რომ მეთქვია მილიონჯერ ახალგაზრდებს ეგრევე ვეხმარები.
და ახლა ბებრებზე ძალიან მომთხოვთ მეთქი რა იქნება უნდა იმ გასწასვლას დააცადე წავით ის. ეხლა მე რო ვინმე მითხას მოგატრიალებო ხო გაუბრაზდები. მაშინაც გაუბრაზდი რომ მომატრიალეს, მაგრამ იმათ მომატრიალეს რო კი ვიცი მე ვინც მომატრიალეს საბოლოო ჯამში. ანუ ბედის წერას რაც შეეხება მხოლოდ გასვლას ამ ქვეყნიდან ვერ შევცვლით. ანუ ამის კორექტირება არ ხდება. არა, ვერ შევცვლი. მე მქონდა ესეთ შემთხვევა მიახლოებით 30 წლის წინ, დათლად 30-ის არა. 97 წელი იყო. ტიპი გამოვიყვანე ბოლომდე მდგომარეობიდან. ძალიან მძიმე ონკოლოგიიდან. ახალგაზრდა ბიჭი 30 წლის ბიჭი. და 1 წლის შემდეგ ავარიაში დაიღუპა. ანუ მაინც იყო მისი გასვლის დრო. ალბათ ზედმეტი ავიღეთ ჩემ თავზე. ვინანი? კი, ესეთები ხდება, მაგრამ იცი რა არის გააკუფლება ყოველ შემთხვევაში ადამიანი ხარ და თანაგრძნობის მომენტი გააქვს. ეხლა ვიღაცა დადგება ის ქრისტიანი არა, ის არ არის, ის არ არის. მიდი რა, შენი გადასაწყვეტი არ არის, მე როგორ ფიქრობ და რატო ვფიქრობ. მე ფეხზე მკიდიაში რას ვფიქრობ ჩემზე? მე საერთოდ არ მაინტერესებს ვინ ლანძღავს, ვინ მეფერება. თუ მაგარი ბიჭები არიან პირში მითხრა. ვერ მეტყვიან და არც მეუბნებიან. საერთოდ ვერ ვიდან ვინმეს რო ლანძღავს, ეს ძალიან ცუდი ის არის. ხო და მიხედე რა შენ თავს. მე მივხედავ ჩემ თავს, მე ჩემი გზა მაქვს. მე ვის დავეხმარები და ვის არის ჩემი გადასაწყვეტი არა, ვის გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ისი არ დავეხმარები თუ არ მთხოვეს. ეს ესეა წესია. წესს არ დავარღვევ იმ წესს. ხო, მაგრამ ეს როგორ არის იცი, იმდენი პოღმატრიალებს გარშემო მე რასაც უკვირდები მთელ ამ სამყაროში. არც უნდა გადავიდნენ ესენი იმ სამყაროში. ანუ არ უნდა გადავიდე. არა, ცოდვა ის სამყარო. ამთელი პოღმის გადატანით. ის სუფთა სამყაროა. მე-5-ს ვიცახი. მე-5 არის? ხო. კი, რეალურად მე ხო ალბათ განახე ხო სურათები. დიახ, ნახე. მე-5. მე-5 განზომილება ის ყველაფერი. სასწაული. ფარველ ანგელოზზე რას მეტყვით? აი, რეალურად მისი ეს არსებობის შესახებ. საოცრება ფარველი ანგელოზის მომენტი. ეს არის ძველად ჰერმესისში მათ ეძახდნენ გენიებს. გენიები. გენიები ხო სახელიც მაგარია. კი. და როგორ არის გენია საკური თვისება. ცუდიც და კარგიც. ნაწილის სახელები იწყება თავდება იახით, ნაწილის სახელები თავდება ელით. აი მაგალითად გაბრიელი, მიქაელი, რაფაელი, ურიელი, არიელი, ეჰი, აბაიახი და ასე შემდეგ. 72-ნი არიან. ვა. ხო. ძველ მითოლოგიაში ესეა და ზღაპრებშიც. როდესაც ბავშვი იბადება, აი მაგალითად ამირანი რო დაიბადა, ან ვიღაცა, ხო, სულ ერთია. მე სერიოზული მიხებდა ზღაპრებში ხო იმაზე არ იქნება, რა ქვია. ვიღაცა შალიკი ესე. ხო. ხო, სერიოზული ტიპებზე არის, ხო? მოდის ან 3 მტრედი. ან გააჩნია რომელ ქვეყანაში, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ან 3 ყვავი. 3 ანგელოზი. ხშირ შემთხვევაში. ერთი დააბედებს ამას, მეორე დააბედებს ამას, მესამე დააბედებს ამას. გესმის? ანუ ადამიანს 3 ანგელოზი ყავს სულ ფარველი. აი ხა ძალიან უცნაურს გეტყვით. ამ 3 ანგელოზს ყველას აქვს თავისი, ხა როგორ არის? არის ერთი ანგელოზია, რომელიც პირადია მთლად და სიზუსტით განისაზღვრება. მეორე ანგელოზი არის, რომელიც ზოგადია და იმ სიზუსტით არ განისაზღვრება როგორც ის ერთი და მესამეა, რომელიც საათსაც კი განსაზღვრავს შენი დაბადების. და ნუ ნახოთ თითოეულს რა თვისებები აქვს, დადებითიც და უარყოფითიც, იმიტომ რომ ყველას აქვს დადებითი და უარყოფითი. ეს არის შენ სურვილზე დამოკიდებული. გესმის? დიახ. აღმოჩნდება რომ ზუსტად ის თვისებები გაქვს შენ მერე მთელი ცხოვრება. დიახ. და აი თქვენ ამ 72-ივეს თვისებები დაახლოებით იცით ვინ როგორია თუ არა, ზეპირად არ ვიცი, ჩამოწერილი მაქვს კი. ჩამოწერილი კი თქვენი. ჩამოწერილი მაქვს, მაგრამ აი ესე რო ხა დავიზეპირო 72 რაში მჭირდება. კი. ხო, კი. მაგრამ ფაქტია რომ რამდენიც მე შემოწმე, ხლა 1 წელი ხო არ არის, 30 წელია ამოწმებ მაგებს, 100-დან 100 ვარიანტი ხდება. რასამო. კი. და ახლა როგორ არის ჩვენ გენიებს ეძახიან, მაშინ ძველად ანუ მფარველი ანგელოზები არიან გენიები.
საოცარი რა არის იცი ჩვენ ვერ გავიგეთ რა არის იგივე ანგელოსი იგივე დემონი ეგეთი რაღაცა თქო ვერ გავიგეთ ფანტასტიკურია ამ ხრივ ისე ოსტატი და მარგარიტა ნაწარმოები შეგიძლია მითხრა ვოლანდი ბოროტია თუ კეთილი იცი რა ვოლანდის შემთხვევაში ცოტა საკამათოა აზაზელო вообще რო იცოდე მთავარი ანგელო მთავარი დემონია აი ეს გველი რომელიც პისტის სოფიამ გამოუგზავნა ადამ და ევას ეგ იყო აზაზელი ეს იყო აზაზელი კი რომელმაც შემეცნების ხის ნაყოფის ჭამა ურჩია და ადამიანი აზე მოვიდა და ის ვინც იმაში მოათავსა ეს ადამი და ევა იყო იაჰვე მიხვდი ახლა აი ეს პოზიცია რეალურად უნდა შეხედო სიტუაციას გეკითხები არის ვინმე ცუდი გაუკეთა იქ ვოლანდმა თუ არა გინდა აზეზელ გინდა ყველა ნებისმიერ ესე ვერ ვიტყვი რომ ყველამ თვითონ გაუკეთა საკუთარ თავს გაუკეთა იმიტომ რომ კაცი მიდის ერთი მარტივი მაგალითი აი ეს იმის სასადილოს უფროსი რო არის დიახ 119 ვიზარალეო ფაგოდეუბნება რამდენი შენ ხუცან ხარები ხარო ეს ეკაიფება რა ასე რო თქვა და ხო ფაგოდეუბნება 270,000 მანეთი აქვს 5 ანგარიშზე და პლუს ოქროს მონეტები რამდენი დარჩა სიცოცხლეო ეგ არავინ იცის ეს არა ეგაც ნიუტონის ბინომიაო რა უნდა მაგის გაგებასო 9 თვეო ამადამ პალატაში გარდაიცვლებაო ხო გახსოვთ დიახ ეს ეპიზოდი მის თვალწინ ხდება საოცრებები გესმის ამ ტიპის თვალწინ და მაინც 109 მანეთს მისდე კი კაც რომელსაც 270,000 სახში აქვს კი არჩევანი ისეა გაკეთებული ამ კაცის არჩევანია ის რაც მოუვიდა გაკეთებული თავის დააზარალა კი ბატონო იმიტომ რომ სიამოვნო შენაკეთებ არჩევანს თავისუფალია ადამიანი მოკლედ თავის უფალი გააჩნია როგორ განსაზღვრავს თავის ცხოვრებას თავისუფალი ცოტაა ხო აი ეს ქრისტეც ამბობს მაგას მე ვარ გზა თავისუფლება და ჭეშმარიტებაო ეს იმას ნიშნავს რომ მე ვარ გზა და ამ გზაზე უნდა იაროთ ამ გზაზე უნდა გათავისუფლდე იმისათვის რომ შეიმეცნო ჭეშმარიტება სხვანაირად ვერ შეიმეცნებ დიახ აი საოცარი სიტყვებია ბატონო მალხას გული გონიერი ამაზე როგორ გონიერის პოზიცია ეგ არის ზუსტად მე ამ სიტყვას ხმარობ ალბათ 1-30 წელია და ძალიან გვიან გავიგე რამდენად ფიზიოლოგიურადაც კი სწორი სიტყვაა დიახ საქმე იმაშია რომ დღეს ცნობილია რომ გული აზროვნებს და გული წყვეტავს ყველაფერს ძველი წყობის მიხედვით შემდეგნაირად არის ეს უმაღლესი პირველი ერთიანი რომელიც არის ანუ აბსოლუტური მენტალი ღმერთი ეს არის სიყვარული მეორე რო ჩამოდის ის უკვე 4-იანში სადაც ფორმის პოზიცია იწყება ეს არის თანაგრძნობა ეხლა რო ემპათიას ეძახიან მანდ მიდის მეორე აზროვნება და იმიტომ და მესამე არის კაცნობიერება 7-იანის პოზიცია გესმის რა შეესაქმე შენ ადამიანი არ ხარ თუ 4-იანი არ გაქვს ანუ ემპათია ისა რა ქვია თანაგრძნობის უნარი თუ არ გაქვს გასაგებია იმიტომ რომ ესე იგი ფსიქოპათი ხარ მარტო გონება ბოროტება გეუბნება ახალ ახმაში ეს არის პავლეს კორინთელთა მიმართვაში მაგრამ ძველ ახმაში ეს ყველაფერი არის სახარებებში წინა იქიდან არის გადმოტანილი ახალ ახმაში გნოსტიკურ სახარებებში სადაც ქრისტე ამბობს ამას ყველაფერს სიამოვნეში მარტო გონებაო ეს არის ბოროტებაო მარტო გული ეს არის სიშლეგეო ანუ ორივე თანხვედრაში უნდა იყოს რომ რა თქმა უნდა გული გონიერი ხო მაგრამ სიყვარული უპირატესია მაინც გეუბნება გული გონიერი ხო და აი ეს მომენტია რა უბრალოდ თუ შენ თანაგრძნობის უნარი არ გაქვს შენ ადამიანი არ ხარ ფორმა კი ბატონო ხა ეგვიპტელები როგორც იტყოდნენ ხა კი ბატონო გაქვს კი მაგრამ ადამიანი არ ხარ
იმიტომ რომ ადამიანი აი აქ არის. გული. ასე რა თქმა უნდა, ემოციური ცნობიერება. დიახ. იმიტომ არის გენიალური ყველაზე გენიალური თეორია დედამიწაზე განწყობის თეორია. განწყობა გულში ყალიბდება twin-ში არა. ესეა. და დღეს უკვე ცნობილია იგივე იმაში კვანტურ ბიოლოგიაში, რომ გულს აქვს ნეირონები და გული აზრობს. ის 20 მილიონი, რომელიც დასაწყისში თქვით, გადაცემის ის ნეირონი, მეტია კიდევ 20 მილიონზე მეტი. დიახ. ხო, მაგრამ 20 მილიონი იყო სამშველობა აქ. ყვაზრონებს. დიახ. ზუსტად ვიცი, ხა მაყურებელი ამ პოდკასტს რომ უყურებს, უჩნდებათ ესეთი კითხვა დარწმუნებული ვარ. პატარა ბავშვების გარდაცვალებასთან დაკავშირებით რას მეტყვით? არა, იმან თავისი გზა გაიარა. იცი, შეგიძლიათ თუ მაგით დაინტერესებული ხართ უფრო დეტალებში რომ გაარკვიოთ. დიახ. მის რა ქვია, კენონის ვიდეოებს უყუროთ, გამოსვლებს. 3-4 წლის წინ გარდაიცვალა ეს ქალბატონი, 1000-მდე ადამიანი გაიყვანა რეგრესიულში და იკვლევდა, ამ თემას იკვლევდა სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ. უამრავი ბავშვები, ადამიანები მოდიან იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე წავიდნენ. რიგებია იქა. ეს ანგელოზები არიან პრაქტიკულად. ანგელოზები მე ვიცახი ამ შემთხვევაში ადამიანური გაგებით, ლამაზი, სუბთებად მიდიან აქედან, გესმის? თუ არ არის ბავშვი მაგალითად სარნერის სინდრომით დაავადებული ან ანუ მაინც ანგელოზები. კი, კაცო რა, ხო, კი ბატონო. აგერ ანევრიზმით დაიღუპა 7 წლის ბავშვი. თქვა რომ ეხლა მივდივარო და დაემშვიდობა ყველას და ისე მოკვდა. ანევრიზმა ჰქონდა twin-ში, 7 წლის ბავშვი და ანევრიზმა თავის twin-ში. ხო. არა იმას უკვე გადაწყვიტა რომ წასულიყო და დამთავრდა. მაგისთანაც ვერ დაეხმარები. იმიტომ ვიცახი. დრო არ მიიღებ კარგ შედეგს ყოველთვის. დიახ. მაგრამ თუ შანსია დახმარების შეგიძლია დაეხმარო. მაგრამ ყოველთვის ვერ მიხვდები შანსი არის თუ არა. ანუ ღირს თუ არა ამის გაკეთება. დიახ. ამიტომ ვცდილობ რომ მაინც ყოველთვის გააკეთო. როგორც კი შანსი გამოჩნდება. ამ საუბრიდან გამომდინარე ჯოჯოხეთის და 64-ის ამბავი იმსხრევა თავიდან ბოლომდე, ხო? იცი რა არის? ქრისტიანის ჯოჯოხეთი სხვანაირია. მუსულმანის ჯოჯოხეთი აბსოლუტურად სხვანაირია. ებრაელებს მე როგორც ვიცი არც აქვთ ჯოჯოხეთი და 64. ანუ ყველას თავის წარმოდგენა აქვს. გახსოვთ ოსტატი და მარგარიტაში ბერლიოს მოჭრილი თავი რო უდევს იქ და ეუბნება. თქვენი მოსაზრება ფრიადაც ექსტრავაგანტური და საინტერესოა. მაგრამ როგორც ხედავთ, რეალობა სხვანაირია. მაგრამ არსებობს ერთი კანონი, როგორც სადაც შენ გჯერავს ის მოგივა შემდეგ. ანუ ყველაფერი რწმენა ქმნის რეალობას. აქედან გამომდინარე შენ გჯეროდა რომ სიკვდილის შემდეგ არაფერი არსებობს და ამიტომ წახვალ არარაობაში, არარსებობაში. ხო გახსოვს? დიახ, კი, ანუ რისიც გჯერა, ის ხდება საერთოდ. ჯოჯოხეთის და 64-ის პირველი თეორია შემოვიდა 380 წელს. და ეს იყო ნეტარი ავგუსტინის მიერ. ოღონდ მან თქვა მე ასე მგონია. იმას არ ვთქვია რომ ეს ასეა. და შემდეგ ჩამოყალიბდა პრაქტიკულად მე-12 საუკუნის პერიოდში. დიახ. ეხლა შენ თუ გჯერავს, აუცილებლად ნახავ 64-ის და ჯოჯოხეთს. პირველივე კომაში შეიძლება ნახოს 64 და ჯოჯოხეთი. მუსულმანი სხვა 64 და ჯოჯოხეთში მოხდება შენ სხვანაირში, მე სხვანაირად ისწავლა და იმიტომ და ასე შემდეგ. დიახ. ბატონო, ინტუიციასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? ანუ ინტუიცია რა არის და წინადგრძნობა, აი საიდან მოდის, რომელიმე განზომილებიდან? დიახ. ინტუიცია რა არის იცი? მესამე განზომილებაში დრო პრაქტიკულად წრფივია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამყაროშია წრფივი დრო, თლიანად. ხო ხდებით? ანუ წარსული უკან არის, დღევანდელობა აქ არის და მომავალი წინ ან არის, ან არა ისაც. ხო. მაგრამ მეოთხე განზომილებაში ესე აღარ ხდება. იმიტომ რომ მესამე განზომილება თუ კუბის ფენომენია, ვთქვათ ესეთი, სამი განზომილება, სამგანზომილებიანი სივრცე, თუ კუბის ფენომენია და რა თქმა უნდა ამაზე ითვლება ყველაფერი. მეოთხე განზომილება ორი კუბის ფენომენია.
და აქედან გამომდინარე ის ტრიალებს. ამიტომ დროც სპირალურია. ამიტომ არის რომ აჩქარებულია დრო. დიახ. მიხდი? კი. სიამოვნებაში ყველა განზომილება აქ არის დედამიწაზე. დრო განზომილება არ არის. დრო ენერგია, მეტი არაფერი და რიტმია, რიტმია რეალობაში, ხო? იმიტომ არის მაგალითად ჩვენზე ბევრად ნაკლებს ცოცხლობს, ვთქვათ, ცხოველი, ძაღლი მაგალითად, ხო? ეს არ ნიშნავს ის ჩვენზე ნაკლებს ცოცხლობს. სიამოვნებაში ის იმდენივე ცოცხლობს, ამდენსაც ჩვენს რიტმზეა. კი, აი მაგალითად თაგვი ცხოვრობს 6 წელი. რატომ? იმიტომ რომ მისი გულის სიჩქარე 600-ია. მაჩქარები. კოლიბრი ცხოვრობს 2 წელი, რატომ მისი გულის სიჩქარე 2000-ია. და ასე შემდეგ, ხო ხტები? დიახ. აი ეს წყვიწავს ესეთი პოზიციები, წყვიწავს ბევრ რამეს. ადამიანის რამდენი აქვს? 60 ჯამთერს ვიძახი ამ შემთხვევაში. ადამიანებსაც სხვადასხვა აქვთ, ხო? დიახ. ხო. რაც მეტია გულის რიტმი, დრო უფრო მცირდება. მაგრამ ეს დრო იგივეა. აი მაგალითად პეპლის პოზიცია 3 დღე ცოცხლობსო. ამ 3 დღეში ის ასწრებს დაბადებას, გაზდას, დაბერებას და სიკვდილს. იმდენად აჩქარებული რითმი აქვს. ამიტომ მისი დრო აჩქარებული არ არის. ჩვენთვის არის აჩქარებული, თორემ მისთვის ის არის აბსოლუტურად იგივე. ბუნებრივი მდგომარეობა. ხო, იმიტომ რომ დრო პირობითია. დიახ. აბსოლუტურად. მეოთხე განზომილებაში ეს ხდება. მეოთხე განზომილება ეს არის პრაქტიკულად გზა შენ და პარალელურ სამყაროებს შორის და შენ და მთელ სამყაროებს შორის. ამიტომ არის აი ბნელი მატერია ფილმი რო არის გადაღებული ახლა ბოლოს. ფილმი იქ არის ჰიპერკუბი აწყობილი, კუბი აწყობილი იმისათვის რომ გადახვიდე მეოთხე განზომილებით. მე პარალელურ სივრცეში. დიახ. რეალობაში პარალელურ სივრცეში. შენ რა თქმა უნდა შენ თუ გრძნობ მეოთხე განზომილებას ინტუიცია ჩართული აქვს. სადღაც ეს მაინც ხდება. მე მაგალითად რა მგონია რა არის დეჟავიუ. არის მომენტი, როდესაც შენ რაღაცა მომენტი გახსოვს, ამ დროს არ მომხდარა ეს მომენტი. აბა საიდან არის? საიდან მოდის? არსად სხვაგან მოხდა. მოხდა. მოხდა სხვა პარალელურ სივრცეში, შენ მოგიხდა. და შენ ხარ იმ სივრცეშიც. და იგივე მოხდა მე ამ სივრცეშიც. არაფერი არ მოხდა იგივე იგრძენი ამ სივრცეში. ვიგრძენი. ხო, მეტი არაფერი. ინტერესოა. არა, ამის ხა ეს იმდენად რთული თემებია, რომ ეს რომ მიყვე, ძალიან დიდხანს. კი, თქვენთან საუბარი. ამის აღწერა. საინტერესო. საქმე იმაშია, რომ კვანტურ ფიზიკაში ეს მიღებული თეორიებია. კვანტურ ფიზიკას არაფერი არ მოუგონია. კვანტურ ფიზიკამ ყველაფერი გადმოიტანა მეტაფიზიკიდან. უძველესი მეტაფიზიკიდან. რეინტეგრაციის თეორიიდან არის ძირითადად შეახებული ეს ციკლების თეორია. დიახ. მეტი არაფერი. კვანტური ბიოლოგიაც ესევეა. აგერ რობერტო ლანცა გამოვიდა და განაცხადა სიკვდილი არ არსებობს. რობერტო ლანცამ აღმოაჩინა 2020 წელს. არა, სიკვდილი არ არსებობს, ეს იციან ძალიან ბევრი ანტიკური ხანიდან. გენეტიკაზე რო საუბრობთ. ხო, აი ეს. კა, როდესაც არის აღწერილი კა. კა ორი გველი დადის შუაში. კა ეს არის ეთერული სხეული ადამიანის და მას მეორეულს ეძახდნენ ადამიანის სხეულის და იყო ესეთი მენიშნება ფანტასიური, ესაც შენი ფსიქოსომატიკა. შენი ხაო ავატარიო. მე რო თხოვე კასო, მოეფერეო. და შენი ხა კარგად გახდება. ესაც შენი ფსიქოსომატიკა. შორს არ წავიდეთ, ბნელი მატერიის პოზიცია და ბნელი ენერგიის, ხო გაიგიათ კვანტური ფიზიკით. გეუბნებიან 98% სამყაროს ბნელი მატერია და ბნელი ენერგია და ისინი არ ჩანან. ესეც შენი მეტაფიზიკა. 98%-ზე გელაპარაკებიან გესმის რაღაცა 1-2%-ზე კი არა. ესე იგი პრაქტიკულად შენ 2%-ის მეტი არ იცი. მე მაგალითად ვთვლი რომ მეტაფიზიკა ანუ მიღმა სამყარო, ხო, მეტაფიზიკური სამყარო ანუ მიღმა სამყარო ნებისმიერი მატერიალურია. ისეთივე მატერიალურია როგორც ჩვენ დოგმ განსხვავება რაშია? ვიბრაციაში. ის უფრო ფაქიზი ვიბრაციისა და ჩვენ უფრო უხეში ვიბრაციის. ჩვენ ვართ ახლა ყველაზე უხეში ვიბრაციაში ვცხოვრობთ. ანუ ეს ეპოქა არის ახლა უხეში ვიბრაცია. ხო, ეს მიწა არის თვითონ უხეში ვიბრაციის. ხო. და ეს არაფერს რა თქმა უნდა არ მომწონს და არც მინდა აქ ცხოვრება. გასაგებია. იქით უკეთესია, რა თქმა უნდა უკეთესია. გააჩნია სათხარ შენი დონით. დიახ. ყველასთვის უკეთესია და იმ დაბალი დონისთვისაც და რატომ? იმიტომ რომ ის იმ დონეზეა. და იმის იქით არ ესმის, ვერ იგებს. გესმის? დიახ. დიახ, გასაგებია. სიზმარზე რას მეტყვით? აი რა არის სიზმარი? სიზმარი მეოთხე განზომილებაა.
ნუ მეოთხე განზომილებაში. იმიტომ არის ფილმებშიც არის გადაღებული. სიზმრის კვლევა ეს არის ერთ-ერთი სერიოზული თემა, ალბათ იცით. ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან იკვლევენ საბჭოთა უშუალოებაში იკვლევდნენ. იყოს დახურული ინსტიტუტები. და იყოს სიზმრის კვლევის ცენტრები, სერიოზული მეცნიერები იკვლევდნენ, არის უпроსორად დღესაც ალბათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძირითადად FBI და ის რა ქვია, CRU-ა მაგით დაინტერესებული. იგივე კვლევის ცენტრები არის სერიოზული სპეცკვლევების ინსტიტუტი. ეს პენტაგონშია. ეს არის გასაიდუმლებელი. NASA ეს არის შოუ. ეს არის ხალხისთვის. ხალხს ინფორმაციები მისცემ, არის დახურული სისტემები, კოსმოლოგიური ცენტრები და ასე შემდეგ, მეტაფიზიკური ცენტრები, კოსმოლოგიური ცენტრები. არის ესეთი ინსტიტუტები, რომელიც მასებისთვის არ არის. გასაგებია. ბატონო მალხაზ, ესე იგი, მაინც მინდა რომ მაყურებელს რამდენიმე რჩევა მივცეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე? პირველი და ყველაზე მთავარი. დიახ. მუდმივად გახსოვდეთ. რომ შენზე უკეთესი და შენზე უარესი არავინ დადის ამ სამყაროში. შენ არც არავის უკეთესი ხარ და არც არავის უარესი. ეს ერთი პირველი. მეორე. ყველაფერი ცვდება და ქრება. მარტო ის რჩება, რასაც ფიქრობ და რასაც იაზრებ. ამიტომ ეცადე რომ იყო თავისუფალი. აი ამას გურჩევდი ნებისმიერ ადამიანს და ყველაზე მთავარი, მოიშორე ჩიში. შენ ხელსარიელი მოხდი, ხელსარიელი წახვალ და არსად არ დაიკარგები. დიახ. სამყაროდან სამყაროში სიკვდილი არ არსებობს. აი ამას ვიტყვი. უბრალოდ არის გადასვლა სხვა სამყაროში. უბრალოდ მოიშორე ჩიში. კი, მე ვიცი რომ გენატრება თქვენი წასულები, მეც მენატრება. მიუხედავად იმისა, რომ ახერხებ კონტაქტებს. მაგრამ ის არ არის, რაც გჭირდება ადამიანს. ერთი ჩახუტება ხანდახან ერთი ცოცხლად გიღირს. მაგრამ ნუ შეაწუხებთ რა. გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება შენზე 1000 ჯერ უკეთესად არის. შეიძლება. მე ხლა გააჩნია ვინ წავიდა და როგორ წავიდა. და ეცადე რომ უბრალოდ გიყვარდეს და დამთავრდა. და იცოდე რომ ხვალზე იქნება ოდესმე მაინც ერთმანეთს შეხვდებით. და მაინც ერთად იქნებით საბოლოოდ თუ მართლა ესე გიყვართ. იმიტომ რომ ეს ჩვენ გონია ხშირად რო გიყვარს. ყველა დედას გონია რომ თავის შვილი უყვარს. ამ ბოლო დროს ძალიან დავწუნდი რომ უმრავლესობას საერთოდ არ უყვარს თავის შვილი. საუბედუროდ. ჩემი თაობასაც და ჩემზე წინა თაობასაც. იმიტომ რომ ისეთ საშინელებებისთვის იმეტებენ შვილებს, რომ თვითონ არ აქვთ წარმოდგენა. უბრალოდ ეცადეთ რომ იცხოვროთ რა. დიახ. აქ ხართ იმიტომ რომ იცხოვროთ. ვერაფერს ვერ წაიღებს აქედან. გარდა სიყვარულის. მეტი ვერაფერს აბსოლუტურად და ცნობიერების. დიახ. ეს ცხოვრება ხირს, აქ ყოფნა ხირს მხოლოდ ერთი რამის გამო. რომ რაც შეიძლება ბევრი გაიაზრო. ოღონდ რეალურად გაიაზრო. ისე არა როგორც გასწავლიან, როგორც გიხსნიან, ეგრე არ არის, იფიქრეთ, იაზრეთ, იაზროვნეთ. და არასოდეს არ გეგონოთ, რომ ვინმე შენ ხარ ყველაფრის მეტრი, არა ხარ არაფრის მეტრი. ვერც ვერაფერს ვერასოდეს ბოლომდე ვერ გაიგებთ. იმიტომ რომ როგორ არის, იცი? მთელი სამყარო არის როგორც ჰორიზონტი. ღმერთი როგორც ჰორიზონტია. მიდიხარ, ისაც მიდის და მიდის, არას ვერასოდეს ვერ ეწევი. შენ თუ მასში შეხვედი, უკვე შენ მისი ნაწილი ხდები და ქრები მთლიანად. სამყაროში. ესე შენ მიდიხარ იმისაც და მუდმივად ვითარდები. არ შეწყვიტოთ განვითარება. მარტო ამას გეტყვით. მოძრაობა და მოძრაობა. ერთი რამით შეატყობთ ამას მარტო. იცი, რაც უფრო მეტი გესმის, მით უფრო სუბუქი ხდება ცხოვრება. უბრალოდ აღარ გაინტერესებს. აღარ დამოკიდებული. არ უბედურდები. იმიტომ რომ არ გინდა არაფერი. აი ეს მომენტი, ნუ გენდომებათ, არაფერი არაფრად არ ახილს. დიახ.
აბსოლუტურად ამ სამყაროში არაფერი გარდა გაცნობიერებისა. უბრალოდ გააცნობიერეთ ყველაფერი თუ ამოახერხებთ ამას. ნურავის ნუ განანძღავთ, აზრი არა აქვს. სიმართლე თქვით. იმიტომ რომ ეს ეპოქაა სიმართლის, აუცილებლად უნდა ითქვას ყველანაირი სიმართლე. ფანტასტიკურად თქვა დავით გურამიშვილმა. მე თუ გინდა თავი მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად, ვინც არ არის გახაბერი. მე ვერ ვიტყვი გახაბერად. აი ეს გახსოვდეთ, სიმართლე თქვი, კრიტიკას და ლანძღვას შორის დიდი განსხვავება. ნუ განლანძღავთ, ნურავის და ნურავის ნუ აგინებთ რა. აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იწერება სამყაროში. და ისევ შენ აგებ პასუხს, სხვა არავინ. სიტყვის ძალას დიდი მნიშვნელობა. თავარია. პითაგორა ამბობდა, მთელი სამყარო ბგერა, ფერით და ფორმითაა შექმნილიო და მათი საზომერი ეცხვიაო. მართლაც ესეა. და წარმოიდგინე ამას ამბობდა პითაგორას 3000 წლის წინ. ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი ბატონო მალხაზ, ისე ვერ გაგიშვებთ რომ ერთ ფრაზას, აი თქვენთვის რა არის სიყვარული? სიყვარულის განმარტება მინდა თქვენგან მოვისმინო, იმიტომ რომ ბევრი ვერსიებია, მაგრამ აი თქვენ. არაფერი ვერსია არა აქვს სიყვარულს. აი სიყვარული რაც არის, ეს აბსოლუტური სიყვარული, ეს არის სამყაროს შეგრძნება. მისი დანახვა და მასში ცხოვრება. იმ სიყვარულს მთლიანად აქ ვერ შეიგრძნობ ვერასოდეს, სანამ იქ არ მიყვარ. ანუ იქ შეიძლება. ეგ არის ზუსტად ის ჰორიზონტი, რომელსაც მისდევ. და მეორე თანაგრძნობის მომენტი ის სანამ მიწაზე ხარ და ცოცხალი ხარ, მუდმივად უნდა გქონდეს. თუ არ გაქვს თანაგრძნობის უნარი, ის რომ ხშირად შეიძლება გვარი თქვა რაღაცას, ეს არ ნიშნავს რომ თანაგრძნობა არ აქვს და არ გეცოდება. შეიძლება ჭიაყელაც კი გეცოდებოდეს, ეგ არ არის პრობლემა. მაგრამ ეს ნიშნავს რომ უბრალოდ ლაღად და საღად აზროვნებ. ის რომ უბრალოდ შეგიძლია თქვა არაც. იმიტომ რომ არის რაღაცა რის წინააღმდეგაც წასვლა არ შეიძლება. ეს არის სამყაროს კანონები. შემთხვევით არაფერი ხდება. საოცარია. უღრმესი მადლობა ბატონო მალხაზ. მგონია რომ სამყაროში თემა არ არსებობს, ასაც თქვენთან ერთად ვერ ვისაუბრებ და გავშლით. კი, როგორ არა. საოცარია ეს ყველაფერი და ჩემი ინტერესი ყოველთვის იყო კანონზომიერებები, მეტი არაფერი. და რა ვიცი, ჩემი ასაკისთვის ალბათ მოახერხე რაღაც დონეზე ჩასვლა, ყოველ შემთხვევაში სერიოზულ დონეზე. მაგრამ ერთი ცუდი ხდება მერე ხოლმე. ბევრი რო ძალიან მაგარი მეგონა ფილოსოფოსები ისინი საშინელება ყოფილან. ანუ რეალობა სხვა ყოფილა. რეალობა სხვა არის. ისინი უბრალოდ манипулირებენ ადამიანებს. ეგარი უბედურება. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. დიდი მადლობა. კარგად. ნახვამდის. მადლობა მინდა გადავუხადო სტუდია Echo Chambers ტექნიკური მხარდაჭერისათვის. თქვენ კი თუ მოგეწონათ მეხუთე ეპიზოდი, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. დროებით.